აქ არის 32 ფურცელი. ვიდრე ვიდეო ბლოგის ჩაწერამდე მე ვიმუშავე ტექსტზე, საკვანძო ამბები ფაქტები ამოვიწერე, რომ დამავიწყდეს და ხანდახან ჩავიხედავ ხოლმე. მე გთხოვთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არ გადართოთ, არ გადმორთოთ, ასე რომ ამბობენ ხოლმე, არ შეწყვიტოთ ამ ვიდეო ბლოგის ყურება, იმიტომ რომ მე გიამბობთ ჩემი გამოცდილების თაობაზე, ბიძინა ივანიშვილთან 3 შეხვედრა, ჩემი შეხვედრა უნდა გავიხსენო მე ირაკლი ტაბლიაშვილმა. მაგრამ ვიდეო ბლოგს სწორაზროვნებას ვიწყებ ასე. მსოფლიოში ძალიან ბევრი საინტერესო ამბავია, ეპოქალური ამბავია. ეპოქალური ამბავი ხდება. და შესაბამისად მე ახლა უნდა ვსაუბრობდე ასე მაგალითად საუდის არაბეთში რუსეთის და შეერთებული შტატების დელეგაციები რომ ხვდებიან ერთმანეთს, აი ამის თაობაზე. მე უნდა ვსაუბრობდე რა თქმეს თემაზე, რა თქმეს პარიზში შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა გუშინ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს უკრაინის კონტექსტში. მე უნდა ვსაუბრობდე სწორედ უკრაინაზე, უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, მე უნდა ვსაუბრობდე პრეზიდენტ ზელენსკიზე, ამ გმირ კაცზე, დამოუკიდებლად იმისა 2025 წელს მას გადაირჩევენ თუ არ გადაირჩევენ, დამოუკიდებლად იმისა არჩევნები უკრაინაში ჩატარდება თუ არა, დამოუკიდებლად იმისა ამ საშინელ ომში, რომელიც დაიწყო რასაკვირველია რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და ყველა თავისუფლების მოყვარე ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ, უკრაინა დამარცხდება ერთგვარად. თუ გაიმარჯვებს ზელენსკი გმირი კაცია, იმიტომ რომ მან გაბედა და ხელუყუხმა აარტყა პრეზიდენტ პუტინს ფიგურალური მნიშვნელობით ცხადია. მე უნდა ვსაუბრობდე ტრამპზე და მის ცოტა არაორდინალურ ხანდახან რომ ვამართლებთ თუ ჭყალებში ვაправებთ განცხადებებზე. იმაზე თეორიულად ეს ხომ არ არის რამე კომბინაცია ტრამპისა. მე უნდა ვსაუბრობდე ელონ მასკზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად არაორდინალურია, საშიშიაო ამბობენ ხშირად და საშიშიც არის ალბათ. მე უნდა ვსაუბრობდე JD Vance-ის სრულიად მიუღებელ, არაადეკვატურ, არაგეოსტრატეგიულ განცხადებებზე, რომლებიც მან გააკეთა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. თუ საქართველოს კონტექსტია მნიშვნელოვანი მაინც და მაინც, მე უნდა ვსაუბრობდე გასაკვირველია მზია ამაღლობელზე, თემურ ქათამაძეზე, სვიად ცეცხლაძეზე, ამ ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც საოცარი წერილი მისწერა ასე მაგალითად არჩილ ხოფერიას, ანდრო ჭიჭინაძეზე. და კიდევ იმაზე, რომ ეს ყოვლად თახსირი, აი ესე უნდა ვთქვა, ხუნტა ხელისუფლება რას უშვება, რას უკეთებს ამ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. მე უნდა ვსაუბრობდე ახალ კანონებზე, რომლებსაც იღებს თუ მიიღებს პაპუაშვილი რუსის პარლამენტი დინარაძე რუსის ინიციატივებით. მე უნდა ვსაუბრობდე ძალადობებზე, რომლებიც არ სრულდება. მე უნდა ვსაუბრობდე იმაზე, რომ სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას აპირებს ეს მოძალადე პრორუსი ხელისუფლება, თავად მოღალატე აპირებს, რომ სხვა დაადანაშაულოს ღალატში. მე უნდა ვსაუბრობდე ირაკლი რუსიანო-კობახიძეზე, კახა კალაძე რუსზე და სხვა რუსებზე უკლებლივ ყველაზე. მაგრამ მე დღეს არც ამ ამბებზე ვისაუბრებ და არც ამ პირებზე გაგიკვირდებათ და მე ვისაუბრებ, როგორც გითხარით, ბიძინა ივანიშვილზე და იმ თემაზე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში 2025-ია, ახლა 13 წლის განმავლობაში მე არ გამიმხელია არაფერი მithქვამს
მხოლოდ ახლო წრემიცის ამ ამბის თაობაზე კერძოდ გულისხმობ ბიზინა ივანიშვილთან ჩემს ურთიერთობას სამჯერ შევხვდი მე მას პირველი შეხვედრა გაიმართა 2011 წლის ოქტომბერში თუ ნოემბერში არ მახსოვს ზუსტად როცა მან პირველი პრესკონფერენცია გამართა და მე იქ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი გახდით იმ ხანად მე იქ გარემოებათა გამო მოვხვდი და მე შევესწარი უკვე ვიწყებ ამ თემაზე საუბარს მე შევესწარი საოცარ ამბებს თუმცა მანამდე იმას ვიტყვის ვიდრე ამ პირველ შეხვედრას გავიხსენებდე მანამდე ვიტყვი რომ 13 წელია კი არ რომ მალა უბრალოდ არ მჩვევია ამგვარი ერთგვარად პრივატული ურთიერთობების კომუნიკაციის საჯაროდ გამოტანა მაგრამ საჯარო ინტერესი ჯერ ერთის სავარაუდოდ მაღალი იქნება ამ თემის მიმართ და მეორე დადგა ალბათ რომ გავამხილო ამ სამი შეხვედრის დეტალები ფართოდ საზოგადოების წინაშე გავამხილო ამიტომაც არის ახლა უკვე 31 თუ 30 ფურცელი დარჩენილი სამივე ეპიზოდი არის აღწერილი ამ ფურცლებზე მოკლედ მე კვლავ მინდა გითხრათ რომ მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი გესალმებით მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი ჟურნალისტი ოდესღაც მოთხოვებული გაცუსურაკებული მეთქი დაბოლილი არა პირდაპირ მნიშვნელობით ცხადია არა იმ კონოტაციით როგორითაც გულისხმობს ხოლმე საზოგადოება შელახული ერთგვარად კაცი 52 წლის გახლავართ საქართველოს მოქალაქე ჩემი პირველი შეხვედრა ივანიშვილთან შედგა კი გითხარით 2011 წლის ოქტომბერში თუ ნოემბერში როცა მან თქვა რომ ის აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას გარემოებათა გამო ხდომილებათა თუ გარემოებათა გამო მე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იმ ხანად არ ვისაუბრებ ხდომილებებზე დეტალებზე მე მოვხვდი ბიზნეს იმ პრესკონფერენციაზე როგორც ჟურნალისტი და მოვხვდი უზარმაზარ დარბაზში დიდი მონიტორები იყო ბევრი ჟურნალისტი მის გვერდით ანუ ივანიშვილის გვერდით იჯდა ირაკლი ტრიპოლსკი რომელსაც რომელიც იყო მოდერატორი მიხავდა ეს პრესკონფერენცია ოლიგარქი მაშინაც ცხადია იყო ოლიგარქი ის პირველ პრესკონფერენციას ატარებდა მის გვერდით აგიგითხარით იჯდა ტრიპოლსკი ხოლო მის წინ იყვნენ ჟურნალისტები მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ პრინციპში მაინც ჟურნალისტებად წოდებულები სხვათა შორის აბსოლუტური უმრავლესობა არა ყველა მაგრამ ახლა აბსოლუტური უმრავლესობა ახლა არის ბიზინა ივანიშვილის პირდაპირ თუ ირიბ სამსახურში ანუ სამთავრობო მედიაში მუშაობს უმრავლესობა მეთქი აგიგითხარით და არა ყველა ეს იყო გავეშებული და სააკაშვილის ხელისუფლების და მისი წევრების მიერ მოქოქილი ჯგუფი რომელიც ჟურნალისტიკის გარდა ყველაფერს აკეთებდა იქ ამას ვამბობ ღიად ცდილობდა ივანიშვილის დაჩაგვრას მიბულინგებას ჩაჭრას მიჭირხვნას მიჭიკარტებას რაც გრებავთ ის დავარქვათ და კითხვები რომლებსაც ისინი უსვამდნენ პოლიტიკაში ახლად შემოსულ ივანიშვილს იყო საოცარი კი არა კატასტროფული მაგალითად და დაახლოებით გავიხსენებ ეხლა ყველა კითხვა კი არა არც ერთი კითხვა არ მახსოვს ზედმიწევნი ზუსტად მაგრამ გავიხსენებ ზოგიერთ მათგანს მათი შინაარსის მათი პათოსის და შინაარსის მიხედვით მაგალითად ეკითხებოდნენ ამგვარ რამეს აი თქვენმა უხეშად კი არა პირდაპირ პინგვინმა რო თქვენი ბეღურა შეჭამა კაცი მილიარდერი შემოდის პოლიტიკაში და ესენი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მოკოქილები ივანიშვილს რომელმაც შეიძლება შეცვალოს სააკაშვილი და მე უკვე გაირკვევა რომ შეცვლის კიდეც ეკითხებიან ამგვარ სიგიჟეებს მეორე ეკითხებოდა თქვენმა ნიანგმა უტრირებ მაგრამ კონცეფცია იყო ამგვარი თქვენმა ნიანგმა რო თქვენი კუშე ჭამა თქვენმა ძროხამ ხბო მოიგო არა ეს უკანასკნელი კითხვა არ დასმულა მაგრამ ამგვარი კითხვები იყო მე გულახდილად გეტყვით რომ განზრახული მქონდა რომ კითხვა არ დამესვა ივანიშვილისთვის არ მინდოდა მე უბრალოდ ვაკვირდებოდი არა იმდენად ჟურნალისტებად წოდებულებს ამდენადაც ოლიგარქს რომელიც მოდიოდა პოლიტიკაში აცხადებდა რომ მას სურს
სააკაშვილის ვისაც გაბრაზებული ვიყავით და სამართლიანად ვიყავით გაბრაზებული სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხება, სააკაშვილის დამარცხება, მე ვაკვირდებოდი მას. თავად ივანიშვილიც გეტყვით ასე, რომ ასევე იყო არაადეკვატური ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში. და ამბობდა რატომ ხას ამგვარ რამებს, მაგალითად რატომღაც შეუტია არ მახსოვს, რატომ გაზეთ ალიას და ჩაიხვია პირდაპირ მნიშვნელობით ამ ალიაზე. აი ალიამ რო ის დაბეჭდა ჩემზე, რა დაბეჭდა არც ვიცი. არც ეხლა არ ვიცი, არც მაშინ არ ვიცოდი მგონი. ალიამ რო ის დაბეჭდა, ალიამ რო ცილი დამწამა, ალია, გაზეთი ალიას ამბავი ფიგურირებდა მთელი პრესკონფერენციის თუ არა, ნახევარი პრესკონფერენციის განმავლობაში და უცებ ივანიშვილმა დაიწყო წარმოთქვა, ეს წინააღმდება ეს კი ნამდვილად კარგად მახსოვს, კარგია გელა, თავის სპეციფიკური ხმით, ტემბრით, ხმით. კარგია გელა, ეს გელა თავად არის, მაშინაც იყო და ეხლაც არის, ერთ-ერთი მთავარი, არა, ერთ-ერთი მეხუთე ხარისხოვანი პროპაგანდისტი მიზინა ივანიშვილისა, რომელიც როგორც ჩანს იმ ხანადაც პროპაგანდით იყო დაკავებული და იგულისხმება გელა ზედელაშვილი, რომელსაც ახლაც რაღაც სააგენტო აქვს და რასაკვირველია, ჭიახუა პროპაგანდისტებს შორისაც კი, აბა ნამდვილ პროპაგანდისტებსაც არ ენდობა საზოგადოება და გელა, როგორია, ზედელაშვილს ვინ ენდობა თუ მაშინ, ენდობოდა თუ მაშინ და ვინ ენდობა თუ დღეს. კარგია გელას ძახილის შემდეგ შეაქო 2-ჯერ, 3-ჯერ, 7-ჯერ, 15-ჯერ ვუტრირებ, მაგრამ ბევრჯერ ეს ზედელაშვილი, ამასობაში ეს ჟურნალისტები არ ამთავრებენ კითხვებს პინგვინისა და ბეღურის ურთიერთობის თაობაზე და მე კვლავ ვიმეორებ, სულაც არ მქონდა განზრახული რომ კითხვა დამესვა მისთვის, მაგრამ ამ ისტერიის ფონზე, ისტერიკის ფონზე, ისტერიკულ გარემოში ხელი ავწიე ტრიპოლსკიმ ანიშნა თუ მითხრა რომ აგე შენ შეგიძლია კითხვის დასმაო, ავდექი და დავსვი კითხვა, შემდეგი ზუსტად მახსოვს ფორმულირებაც, რა აზრის ბრძანდებით მეთქი აისაფის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. და იმ წამსვე შევატყვე, რომ ბიზინა ივანიშვილი თვა დაიბნა ამ აბრევიატურის ხსენებით. და ამიტომ დავუსუსტე, ამდენადაც მახსოვს და სუსტად მახსოვს, აისაფის ოპერაციაში იგულისხმება საქართველოს შეერაღებული ძალების მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაცია მისიაში მეთქი. გაგიკვირდებათ და ბიზინა ივანიშვილმა გამცა ადეკვატური, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ობიექტურადაც ადეკვატური პასუხი, სწორი პასუხი მეთქი, ასე ვიტყვი. მან თქვა, რომ საქართველოს რასაკვირველია, პასუხი იყო ამგვარი, საქართველოს რასაკვირველია უნდა მიიღოს ამგვარ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მომხმარებლები, ეს თქვა თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ეს იგულისხმებოდა, არამედ ჩვენც უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, არა მხოლოდ უნდა მოვიხმაროთ უსაფრთხოება, არამედ უნდა გავცეთ კიდეც უსაფრთხოება და მივიღოთ ამგვარ ოპერაციებში მონაწილეობა. ეს ჩემთვის სავსები დამაკმაყოფილებელი პასუხი იყო. მერე დაიშალა ეს პრესკონფერენცია დასრულდა და უკვე შემდგომ ბიზნეს ცენტრიდან გამოსვლის შემდგომ რაც მოხდა, გადამხდა, ამას არ აქვს ეხა პრინციპული მნიშვნელობა, არ ვიტყვი ამაზე არაფერს, ბიზნეს არ ეხება და ამიტომაც არ ვიტყვი, ეს პრინციპში არის მაინც ვიდეო ბლოგი ბიზინა ივანიშვილზე, ერთს ვიტყვი მხოლოდ ძალიან უკიდურესად გაჯავრებული ნაწყენი ვიყავი სააკაშვილის მთავრობაზე, მე იმხანად სამართლიანად ნაწყენის ვიყავი და არც იმას დავმალავ, რომ 2011-12 წლებში ჩემი სიმპათიები იხრებოდა ივანიშვილისკენ. როგორც სააკაშვილის ოპონენტისაკენ, რომელსაც შეეძლო დაემარცხებინა მიხეილ სააკაშვილი, ავტორი არაერთი შეცდომისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ბევრ დანაშაულში შეიძლება დავადანაშაულოთ. მე ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ნაკლებად მეხო, რომელი პროკურორი მე ვარ, მაგრამ მაინც თუ ასეთები
კი ცდება არაპოლიტიკოსების მიმართ სხვათა შორის აქვე ვიტყვი. იმიტომ რომ პოლიტიკოსების მიმართ არ კი ცდება მტკიცების მაღალი ხარისხით და ყველა პოლიტპატიმარია საერთოდ ივანიშვილის ხელში უკვე და ნუ მაშინაც იქნებოდა რასაკვირველი. მაგრამ მე ივანიშვილისკენ ვიხლებოდი იმიტომაც რომ მის გარშემო იყვნენ მასთან ერთად იყვნენ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები პირველ პარტიასთან მის ლიდერებთან უკვე შემდგომაც ვახსენებ რამდენიმეს მე მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა თუმცა უმრავლესობა თავისუფალი დემოკრატებისა უკვე 2016 წელს რომ გაკოლაბორანტდა ეს ფაქტია ხოლო ზოგიერთი მათგანი მაგალითად თეა წულუკიანი რომ გარუსდა ქართველ რუსდა ესეც ფაქტია მე თეასაც ძალიან კარგად ვიცნობდი იმ ხანად და ახლაც შემიძლია ვთქვა რომ ახლაც ვიცნობ მეთქი თუმცა იმ ხანად თეა წულუკიანს რასაკვირველი არც კოლაბორანტობისა და არც რუსობისა არაფერი ეთყობოდა ამასაც ვიტყვი ღიად ახლა წესით მე უნდა შევწყვიტო მე-16 წუთის მე-17 წუთის მე-10 წამს ვიდეობლოგი და ამდენი ფურცელი დამრჩა რა ჩასაკითხ არ გამოსატოვებელი მეორე და მესამე ეპიზოდები უფრო საინტერესოები ივანიშვილთან შეხვედრისა უნდა ამის თაობაზე უნდა გიამბოთ მეორე ვიდეობლოგში ესეც დავარქვა მეორე ეპიზოდი მე მესამე ეპიზოდი მაგრამ მე ხომ გთხოვეთ რომ მოусმინეთ ბოლომდე ჩემს ვიდეობლოგს მეთქი ამიტომ მოკალათდით მოითბინეთ მოისმინეთ ბოლომდე მომისმინეთ იმიტომ რომ უფრო საინტერესო ამბები ხდება მეორე და მესამე შეხვედრაზე კერძოდ 2012 წელია უკვე ანუ 11 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან გამოხდა 6-7 თვე და თუ არ ვწდები ივნისში და არ ვწდები ქართული ოცნების ორ ლიდერთან შეთანხმებით და მათი არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა ლობირებით მე ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ამდენი და ამდენი გამოცდილებით მანამდე არმინა შემეშალოს და 6 თუ 7 გაზეთის მთავარ რედაქტორი 3 თუ 4 გაზეთის გამომცემელი და ასე შემდეგ და უამრავი სტატიის ავტორი მე დამნიშნეს კოალიცია ქართული ოცნების გაზეთ ქართული ოცნების რედაქტორად და დავიწყი ამ პარტიულ კოალიციურ გაზეთში მუშაობა გაზეთზე მუშაობა ჩემი რედაქტორობით პირველ ნომერზე მუშაობა თორემ ისე გაზეთი რასაკვირველია გამოდიოდა თუ არ ვწდები თვეში ერთხელ შესაძლოა ვწდები შესაძლოა კვირაში ერთხელ შესაძლოა ორ კვირაში ერთხელ 8 თუ 12 გვერდზე იბეჭდებოდა ეს პარტიულ კოალიციური გაზეთი მასალების შესაბამისად და ასე შემდეგ ხოდა სადღაც ივლისის დასაწყისში გადმომებარა მე ეს გაზეთი არა ივნისში არამედ ივლისში უფრო და პირველი ნომერიც გავაკეთეთ ჩემი რედაქტორად დანიშნვიდან დაახლოებით 2 კვირაში 17-18 დღეში გამოვიდა ეს გაზეთი 20 არ მინდა შემეშალოს 28 ივლის 27 ივლის 28 ივლის მეშლება შესაძლოა მაგრამ აი ამ პერიოდში ოღონდ მე ხო ვარ დეგენერატი პირდაპირ მნიშვნელობით ვლაპარაკობ ამას თვითირონიით თუ გნებავთ და თვითკრიტიკულად თუ გნებავთ ნაცვლად იმისა რომ გააკეთე რა შედალოცვილო 8 გვერდიანი 12 გვერდიანი გაზეთი ანჭრელე პარტიული სიამეებით და ტკბილობებით კოალიცია აქედა ადიდე ეს უკვე შემდგომ რო ბანდა ხდება და იმ თავით რო ბანდა იყო რეალურად რომ ვერ ხედავდით აქე რა ესეთი რა მე გავაკეთე ასე ამბობთ ხოლმე პირველ პირში და აქედან გამომდინარე კი ბოდიშებთ მე რედაქტორმა გავაკეთე 32 გვერდიანი გაზეთი ბლოკებად აი ეს იყო პირველი ბლოკი ეს იყო მეორე ბლოკი 4 გვერდიან ბლოკებად თუ არ ვწდები შესაძლოა 8 გვერდიან ბლოკებად პირველი ბლოკი იყო ასაკურლე პოლიტიკა მეორე ბლოკი იყო ვთქვათ ეკონომიკა აღარ მახსოვს ზუსტად და ასე შემდეგ 32 გვერდიანი გაზეთი გავაკეთე და ამ გაზეთში ამ ნომერში უფრო ზუსტი რო იყო ასე მაგალითად ინტერვიუს სოზარ სუბართან ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები ამ კონკრეტულ ინტერვიუს
ნაირა გელაშვილთან ინტერვიუ, ამასაც მიუბრუნდები გაყვრით თუ პირდაპირ. სტატიები, სვეტები, არ დავასახელებ და იყო სტატია თავდაცვის მინისტრის მომავალი მოადგილისა, ზუსტად რომ ჩამოვაყალიბო და ფსევდონიმით, და სტატიას ერქვა, ნახეთ, როგორც სათაური, სირია, დეფისი, ახლო აღმოსავლეთის პრობლემა. ეს სტატია ჩვენ გავაკეთეთ, დავბეჭდეთ, ამას რაზვაროტი ქვია, შუა გვერდებზე, აქეთ და აქეთ. და ნახევარი გვერდი თუ მესამედი გვერდი წაიღო სწორედ ამ სათაურმა სირია დეფისი ახლო აღმოსავლეთის პრობლემა. მერე იყო ასადის უზარმაზარი ფოტო და მერე უკვე თავდაცვის მინისტრის მომავალი მოადგილისა, გვარს არ ვასახელებ, მის ფსევდონიმით დაბეჭდა. კარგი სტატია იყო სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომელშიც ზედმიწევნით ზუსტად იყო ახსნილი რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და კონკრეტულად სირიაში. დაზვაროძე იყო აკითხარით დაბეჭდილი ეს სტატია. გაზეთი იყო შესაბამისად 8 ბლოკიანი, რაღაცა 32 გვერდიანი იყო და 32 რომ გავყოთ 8-ზე გამოდის 4. ეს სირია ახლო აღმოსავლეთის პრობლემა ერთ-ერთი საკვანძო ამბავია იმ ისტორიისა, რომელსაც უკვე ახლავე კი არა, მალევე მოგიყვებით. ბოლო ბლოკი იყო ამგვარი სათაურის რეგიონები ან აჭარა. რატომ აჭარა? იმიტომ რომ იქ ეგმებოდა აგვისტოს დასაწყისში აქცია ქართული ოცნების კოალიციისა ბიზინა ივანიშვილისა საპროტესტო აქცია თუ დიდი საარჩევნო აქცია თუ დემონსტრაცია თუ რაც არის, რაც ქვია, სწორედ აჭარაში ბათუმში. აქედან გამომდინარე მე ვთხოვე აჭარის დეპუტატობის კანდიდატებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს ქართული ოცნების კოალიციიდან გამოეგზავნათ თითო აბზაციანი საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რას აპირებდნენ აჭარაში, რის გაკეთებას აპირებდნენ დეპუტატად გასვლის შემთხვევაში. ხო, საოცრება მათ გამომიგზავნეს. ხო, საოცრება და მე სხვებთან ერთად სხვათა შორის და ქართული ოცნების head office-ში მსხდომ გაზეთის კურატორებთან ერთად, დათო ზურაბიშვილი ასე მაგალითად, ნახევარი დღის განმავლობაში ვასწორებდი მათ მიერ გამოგზავნილ თითო აბზაცს. მე ცხადი არ მახსოვს ესე სიტყვა სიტყვით რა იწერებ გვარებიც კი არ მახსოვს ამათი, არათუ რას იწერებოდნენ, მაგრამ ამიტომ რო დავასახელო ხა ერთი გამახსენდა, მაგრამ შესაძლოა ვცდები და აქედან გამომდინარე არ დავასახელებ, რას იწერებოდნენ, რომ თქვა ვერ ვიტყვი ზუსტად, მაგრამ შინაარსი იყო ამგვარი. მაგალითად, იყო ასეთი წინადადება, კონცეფციის წინადადება. საქართველო მართლმადიდებლების ქვეყანაა და ჩვენ ავგრძალავთ მუსლიმურ ლოცვებს აჭარაში. ან ეწერა ჩამოთესლილი მუსლიმების საპარპაშო არ იქნება ჩვენი აჭარა. მოკლედ ამ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, კატასტროფული მესიჯებით იყო სავსე, არ მახსოვს 4, 5, 6, არ ვიცი. რამდენი დეპუტატიც ყავდა აჭარას. იმდენი ეს აბზაცი. ვასწორე, ბოლოს ასაკვირველია გავასწორე, თუმცა აღშფოთებული მივარდი ამ head office-ში და ვთქვი, რომ ეს რა უბედურებაა მეთქი. აი რა უბედურებაა მეთქი. ესე დეპუტატები ხდებიან თუ ვინ არიან საერთოდ მეთქი. აკი გითხარით, რომ კურატორებიც არასწორი სიტყვა ალბათ, მოკლედ ისინი ვინც აკვირდებოდა შინაარსს ამ გაზეთისა, ჯერ კიდევ ჩემს რედაქტორობამდე და ჩემი რედაქტორობის პერიოდში ისინი იყვნენ გაგიჟებულები და თუ ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი. მოკლედ ეს 32 გვერდიანი გაზეთი 100,000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა და რო არ დამავიწყდეს, ეს არის საკვანძო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი. პირველ გვერდზე ჩვენ არ ვერ დავბეჭდეთ და არც დავბეჭდეთ. რაღაც ფერადი ფოტო, ვერც მოვახერხეთ გულახდილად გეტყვით. იმიტომ რომ სტამბა ვერ ასწრებდა, ვინც გაზეთში უმუშავია, ძალიან ძნელი 100,000-იანი 32 გვერდიანი გაზეთი ჩამობეჭდვა. მე მიმუშავია სტამბაშიც კი. ძალიან რთულია ეს. და როცა მithumetes цаიტნოტი გაქვს, უნდა მოვასწრო, ხო? პირველ გვერდზე იყო შავ-თეთრი ფოტო და დეგენერატი ხო ვარ? ვარ მეთქი, აგი გეუბნებით. პირველ გვერდზე იყო მოწყენილი თვალებით მოწყენილი ქალის ფოტო. დიდად იყო ეს ფოტო.
დავხატავ. ეს თუ არის აი ეს გადახაზული რაც არის, ეს არის თქვა სათაური ხო ქართული ოცნება. აი ეს გადახაზული რაც არის ესე, ჯვარი რაზე საკდასული, აი ამ ხელაზე იყო მასშტაბში წარმოიდგინეთ ამ ქალის ფოტო. და არც კარგი სათაური არ იყო ოცნებაზე, ბიზნა ივანიშვილი საუკეთესოა, ბიზნა ივანიშვილი გაიბარჯვებს, გაუბარჯვებს ქართულ ოცნებას და ასე შემდეგ. იყო რაღაცა ცუდი სათაური ოცნებისთვისაც ცუდი და დღეს რომ ვაცნობიერებ პრინციპში ქართული ოცნების კოალიციის გაზეთს რო ვაკეთებ შენ დეგენერატო ამგვარ სათაურებს რატომ ბეჭდავ მართლაც თვითკრიტიკული რომ ვიყო. ამავდროულად ჩამობეჭდის შემდეგ ჩამოიბეჭდა და დაიწყო რეგიონებში განსაკუთრებით აჭარაში დარეგვა და რიგება მე მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ რომ ვახ რა კარგი გაზეთია ტაციაობაო რა კარგი ნომერიაო არ მინდა ვთქვა რომ 100,000-ივე დაიტაცეს მაგრამ მოქალაქეებმა ამომრჩევლებმა მაგრამ ბევრი კი რამდენადაც ხვდები წაიღეს იმიტომ რომ მე მართლა მივიღე ამგვარი სატელეფონო ზარები ახლობლებისაგან რომლებიც ქართულ ოცნებას ემუშავებოდნენ კიდე იცით რატო ვარ დეგენერატი? იმიტომ ვარ დეგენერატი, რომ მე ივანიშვილს არ გავუგზავნე ეს ნომერი. არც ოფისში არ მივიტანე. მიიტანე რა, ისინი გაფინანსებენ, ხო? შენ ხო შეცდომას უშვებს საერთოდ რომ მიდიხარ მიეთრევი კოალიციის გაზეთში. მაგრამ, ოკეი, მე მიიტანე თუ მაინც და მაინც. რაღაცი გაფინანსებენ და დაგნიშნეს და განდეს. გადავდე, დაგეზარება კაც. Სოლოჟის ეს გაზეთი გაზეთის ნომერი არ მივეცი არც გრიგოლ ლილუაშვილს უკვე შემდგომ პერიოდში უშიშროების მინისტრს, დღესაც უშიშროების მინისტრია, რომელიც ვიტყვი ასე დამტრიალებდა, არა მაინც და მაინც ცუდი კონოტაციით, მაგრამ დამტრიალებდა თავს ის არ იყო იდენტობით პოლიტიკოსი იმ ხანად ყოველ შემთხვევაში, იყო უფრო ქართული ოცნების ოფისის არაუმნიშვნელო, არამედ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მაგრამ დამტრიალებდა თავს, რაღაცა ისეთი მეურნე კაცი იყო. სამეურნეო საქმეებით დაკავებული და სულ მეკითხებოდა რამე ხო არ მჭირდება ჩვენი რედაქცია არ იყო ქართული ოცნების შტაბ-ბინაში ანუ ერეკლეს მოედანზე რამე ხო არ მჭირდებათ ბატონო ირაკლი რამე ხო არ მჭირდებათ ქაღალდი ხო არ მჭირდებათ კომპიუტერები ხო არ მჭირდებათ რედაქციაში ასე მეკითხებოდა სულ სავსე იყო კომპიუტერებით ქართული ოცნების რაღაც ბანერი გაჩნდა ამას დავაბრუნებს კი არა ეს ესე იქნება კარგია რომ ესეთი ბანერები ჩნდება. მოკლედ ამ ნომრის გამოცემა მოხდა 28 ან 29 ივლისს და დგება მეორე დღე. ანუ ჩემი მეორე შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. ანუ 30 ან 31 ივლისი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ამ დიდი ამბის ერთი ეპიზოდია. რა და 28 წუთია გასული, მოდი შევეცდები რომ მეორე 28 წუთში ჩავატიო ორივე ამბავი. მე დამირეკეს და მთხოვეს რომ ბიზნეს ცენტრში, ანუ ბიზნე ივანიშვილის სახლში, რაღაც შეხვედრაა და იმ შეხვედრაზე დასწრება მთხოვეს, ავედი, შევედი და დიდი შეხვედრაა მართლაც და ვინ არ არის ამ შეხვედრაზე. ვინ არ ესწრება ქართული ოცნების კოალიციის რომელი ლიდერი არ ეცდება 1 2 3 4-ის გამოკლებით, მაგრამ ბევრი არიან. ხოშოს იმ შეხვედრაზე შემოდის ხოლმე ყარიბაშვილი, ივანიშვილის ცენტრში ზის. შემოდის ყარიბაშვილი რაღაც ფურცლებს შემოუტანს, ბიზნა ივანიშვილს ხელს მოაწერინებს და გადის. ბიზნა ივანიშვილი ესეთი სიტყვა უნდა ვიხმარო, მას უყვარს ამ სიტყვის თქმა. ჭირხნის მოქალაქეებს. პირდაპირ მნიშვნელობით მიჭირხნა ხდება, ანუ მიჭიკარდება, მიჩმორება, დაჭაგვრა. მაგალითად ბანანა ვერიკაშვილს ეკითხება სუსტად ვიხსენებ ამ სიტყვას ამ წინადადებას რატომ არ მომამზადე ეს თავის სპეციფიკური სწრაფი ლაპარაკი რო უყვარს ისე იგულისხმება სიტყვაში მომზადება მანანა ვერიკაშვილი ვიდრე პასუხს ილუღლუღებს ვიდრე პასუხს ეთქვის არ მოგამზადეთ იმიტომ ან როგორ არ მოგამზადეთ ბატონო ბიზნა ეხლა მოგამზადეთ ხვალ მოგამზადეთ გუშინ ხომ მოგამზადეთ ვიდრე ამას სიტყვის მანანა ვერიკაშვილი ბიზნა გადადის სხვაზე და ესე ჰაერში ატაცებული არასწორი სიტყვა ალბათ
მის საჭირხვნი ხავს თუ ხო ხავს 7-6-7 ის პირი ვინც იმ შეხვედრას ესწრება სხვებიც მახსოვს ცხადია უბრალოდ აღარ ვასახერებ არა აქ მნიშვნელობა უნიშნულობა მეოთხეზე გადადის მეხუთეზე გადადის ყველასთან რაღაც პრეტენზია აქვს თან ესეთ ისტერიკული ტონი აქვს დაუსრულებელი ისტერიკული ტონი აქვს რუსის ბზუილსაც გაიგებ საშინელი შეჭირხვნილი გარემო და იმ მომენტში როცა მან ამერიკა პირველი ადრესატი ამოისუნთქა თვითონ პირველმა ადრესატმა თითქოს ამოისუნთქა და იცის ან ელის რომ მას აღარ მიუბრუნდება ბიზინა ივანიშვილი უბრუნდება სწორედ მან ამერიკას შულს და ეკითხება მაშ რატომ არ პასუხობ რატომ არ მომამზადე პასუხს იქაც არ ასდის უბედურება საშინელება ესეთი კომუნიკაცია იქით სამზარეულოა სხვათა შორის იმ ოთახში იმ დარბაზში სადაც ბევრი იჯდა და ბევრი ფეხზე იდგა სადღაც მოყუჩებულში არის სამზარეულო და გულახდილად გეტყვით ესე გავედი და მაცივარი გამოვახე და ერთი ბოთლი წყალი ავიღე და დავლიე ნახევარ ლიტრიანი სულ 1 ლიტრიანი არა ცივი საფხულია მოგეხსენებათ ხო გითხარით დასრულდა ეს შეხვედრა და ბიზინა ივანიშვილთან დავრჩით მე და ის პირი რომელმაც ლობირება გამიწია თავარ რედაქტორად დანიშნა ში ეს პირი არის არ დავასახელებ უკვე შემდგომ მინისტრი როცა ქართული ოცნება გაიმარჯვებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი აღმოჩნდით ერთმანეთის პირისპირ მე და ივანიშვილი აქ იწყება მეორე ეპიზოდი მეორე შეხვედრისა კიდე უფრო საშინელი მეთქი ასე გეტყვით დავსხედით ერთმანეთის პირისპირ გავსხედვართ და მე წუხილს გამოთქვა იმასთან დაკავშირებით რომ პირველი ნომერი ვერ ამოვიტანე და ვპირდები ვერ ვაჩვენე და ვპირდები რომ ბატონო ბიზინა აუცილებლად დღესვე ამოგიტანთ და დაცვასთან დავტოვებ პირველ ნომერს მეთქი მაკებს ულახდილად გეტყვით მეუბნება რომ კარგია და დეტალურად მაყოლებს ამ პირველი ნომრის ამბებს ბუნებრივია ხა აჭარის დეპუტატების კანდიდატები რა სისულელებს წერდნენ იმას არ ვუყვები მეუბნები რომ სოზართან ინტერვიუა აირასთან ინტერვიუა კარგი სტატია და ასე შემდეგ თუმცა აქ გითხარით რომ მოგიტანთ მეთქი ამ ნომერს მოგართმევთ მეთქი მადლობას მიხდის და მეკითხება როდის უნდა გამოვიდეს მეორე ნომერი 32 გვერდიანი მე ვპასუხობ რომ რაღაცა ემთხვევა აგვისტოს ომის 4 წლის თავი 2012-ია ჩვენ მივიღეთ განაცხადება რომ გამოვცეთ 7 აგვისტოს ეს ნომერი და უკვე მზადა გვაქვს ეს ნომერი და ამ ნომერში იქნება ბევრი საინტერესო მასალა მაგალითად იქნება თედო ჯაფარიძის საშუალებით და უკავშირდით ჩვენ ამ კაცს უკვე შემდგომ ეს კაცი არის ჩემი რესპონდენტიც ახლა აი ამ პერიოდში რამდენიმეჯერ ყოლია ჩართვით შეერთებული შტატებიდან დიდი ექსპერტი ესე ვიტყვი პოლიტოლოგი საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე რუსეთის საუკეთესო მცოდნე ასაკიანი კაცი პოლ გობლი ვეუბნები ბიზნეს რომ პოლ გობლთან კი არის ეს პოლ გობლი ვინ არის მაგრამ პოლ გობლისთან მექნება ინტერვიუ მეთქი მაკებს ვეუბნები რომ მექნება ბევრი ფოტო მასალა სწორედ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მე ვეუბნები რომ მეყოლება მესვეტეები საკუთარი გვარსახელებით არ დავასახელებ უბრალოდ მათ ძალიან ცნობილი ქართველი 2-3 მწერალი რომლებისთვისაც შეთავაზება პარტიულ კოალიციურ გაზეთში სვეტის გამოქვეყნების არის ძალიან რთული მათგან თანხმობის მიღება იმიტომ რომ პარტიულ კოალიციურ გაზეთში რატომ უნდა მეჩნდოს რომელიმე მათგანმა კვლავ მეორე ფარვასახელებ მაგრამ მე ართებულად ვიქნები გაგებული ჩემი ურთიერთობა მაქვს მათთან დავიყაბულე ისინი ცხადია ჰონორარის საფასურადაც და ასევე ვთხოვე რომ პოლიტიკაზე კი არ დაეწერათ მაინც და მაინც არამედ დაეწერათ სპორტზე ხელოვნებაზე ნებისმიერ რამეზე მაგრამ ის რომ და ამას უხსნი ბიზნეს რომ დაფიქსირდება ჩვენს გაზეთში თქვენს გაზეთში კოალიციის გაზეთში ესოდენ სერიოზული პირების საავტორო სვეტები მეთქი სულ რომ არ იყოს მიშა სააკაშვილის კრიტიკა ან ბიზნეს ივანიშვილის ქება და არ იქნება
და იყოს ომზე, ან სპორტზე, ან ხელოვნებაზე, ან ნებისმიერ რამეზე, ხო? ეს უკვე ჩვენი, ანუ თქვენი რეპუტაცია არის მეთქი. ესმის, მაინც და მაინც იმას არ ვამბობ, რომ ეს არ ესმის. და მთავარი ამბავი უხრამდელი ბაქოსაყოლი კიდე. მთავარი ამბავი. უცებ მოულოდნელად, აკითხავთ ერთმანეთის პირისპირ შედვართ. ბიზინა ივანიშვილი მიტრიალდება და მეკითხება. დასხედით. ვინც ახლა გაჯეტებში უყურებთ ამ ჩემს ვიდეო ბლოგს. ბიზინა ივანიშვილი მიტრიალდება და მეკითხება. საკუთარი სპეციფიკური ხმით მეთქი კვლავ ვიმეორებ. ოკუპაცია იყო? იგულისხმება 4 წლის წინანდელი ამბავი. კითხვა ყურით კი გავიგე, მაგრამ ვერ შევიგრძენი, ვერ კონცეპტუალურად ვერ გავიაზრე, სწრაფად კონცეპტუალურად ვერ გავიაზრე. და ჩანს ეს სახეზე დამეთხოვ და ვიდრე რამე რეაქცია მექნებოდა, ცხადია, ვერბალური და ცხადია დადებითი, როგორც სახეზე ცოტა გაოცებული ვარ. ის მიმეორებს ამ კითხვას, ოკუპაცია იყო? კვლავ მიმეორებ, აი ესე ჩაჟინებულად რო იცის ხოლმე. მიგიქცევიათ ალბათ ყურადღება. მიმეორებს. მე ცხადია ვთქვი, რომ ეს იყო ოკუპაცია. დადუმდა. გადავედით სხვა თემაზე. იმავე გაზეთის მასალებზე, სხვა მასალებზე. დაახლოებით 30 წამში, 40 წამში არ ვიცი. მოკლე მონაკვეთში დროისა ის უცებ მიტრიალდება და მეკითხება მესამედ, ოკუპაცია იყო? პასუხობ დადებითად, გადავდივართ სხვა თემაზე, იბრუნდება 30 წამში, ოკუპაცია იყო? ესე გადაჭარბების გარეშე მან მკითხა 6 ჯერ ან 7 ჯერ. ახლა ერთ ამბავს კი ამბობთ კი არა გავიხსენებ. მე 6 ჯერ 7 ჯერ მკითხა. მე 7 კითხვის ბოლოს მე მომიწია ამაჩების ხსენება. აი ნახეთ როგორ დეტალებამდე ჩავდივარ, დავდივარ. ეს არის 2012 წელი, მანამდე ზუსტად აგვისტოს თვეში 12 წლით ადრე, ან 2000 წელს, ამაჩები გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი იყო, არასრული 55 წლისა. არც ახლა გამნელებია და არც მაშინ არ ქონდა ბუნებრივია განელებული ტკივილი ამაჩების გარდაცვალებისა და გამო. მასზე მეტი ესე რომ ამბობთ ხოლმე, მასზე მეტი საფიცარი არც არავინ მყავს. ოშხოში გარდაცვლილებიდან. და უკვე მე 7 კითხვის დასმისას პასუხად, მე 7 ჯერ კითხვის დასმის პასუხად მე უპასუხე ასე ბატონ ივანიშვილს, რომ მამაჩემი არ არის ცოცხალი მეთქი, ბატონო ბიზინა მეთქი და მამაჩემს ვფიცავ მეთქი, ეს იყო ოკუპაცია მეთქი. გულახდილად ვიტყვი მერვედ მას არ უკითხავს, არაფერი, კიდე ვისაუბრეთ დაახლოებით 5-10 წუთი. ღარიბაშვილი თუ არ ვწდები კი არ ვწდები, კიდე შემოვიდა, კიდე მოაწერინა რაღაცაზე ხელი და დავიშალეთ. მე დავბრუნდი რედაქციაში, დაპირებისამებრ მოვკრიბე დაახლოებით 10 ნომერი. მე თვითონვე ჩემივე ავტომობილით ავუტანე ეს ბიზნეს ცენტრ სახლში სოლოლაკში და გარე პერიმეტრის დაცვას, სახელიც არ ვიცი, არც მიკითხავს, ეს ნომრები დავუტოვე თხოვნით, რასაკვირველია, რომ ბატონ ივანიშვილისთვის გადაეცათ ეს ყველაფერი. მეორე დილა, ანუ შესაბამისად 1 აგვისტო, მაღალი ალბათობით ან 31 ივლისი, უფრო 1 აგვისტო. და ჩემს ტელეფონზე გაისმა სატელეფონო ზარი, 10 საათია. უპასუხე ცხადია, უცნობი ნომრიდან მიკავშირდებიან. და ეს ქალბატონი მთხოვს ქართული ოცნების ერეკვეს მოედანზე, ქართული ოცნების ოფისში მისვლას. მე ვეუბნები რომ დაახლოებით 20 წუთში ავტომობილით 30 წუთში 40 წუთში ვიქნები და ვიკაზმები და მივდივარ, მივეშურები ქართული ოცნების ცენტრალური ოფისისაკენ, ვიცი დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ ბოლო სართულზეა შეხვედრა, თათბირი, ბოლო სართულზე და
ახლა სოდა მეცნიერულ განმასახიერო რომ შევახე კარი ჩემგან ზურგით და მე უკვე მოტრიალდა დგას სწორედ ბიზინა ივანიშვილი. აქ იწყება მთავარი ან ბოლო ეპიზოდი მესამე ამბავი ბიზინა ივანიშვილთან შეხვედრისა. ეს ჩემი ახლობლებიდან ცოტამ თუ იცის და საჯაროდ კი ამაზე არაფერი აგიგითხარით, არაფერი მithქვამს. ზურგით დგას ივანიშვილი. დარბაშის არის კოალიციის პრაქტიკულად ყველა წევრი, რამდენიმეს გამოკლებით, მაგალითად გიორგი მარგველაშვილი არ არის ნამდვილად, მაგალითად ირაკლი ალასანი არ არის, მაგალითად თინა ხიდაშელი არ არის, ეს ვინც მახსოვს. ეს არის მესამე შეხვედრა, ამგვარი პანელი თუ იქნება, ფრიად მადლობელი ვიქნები. მესამე შეხვედრა უკვე ივანიშვილთან ეს. და შევდივარ თუ არა, ბატონი ივანიშვილი მიტრიალდება 90 გრადუსით და ძალიან უკიდურესად აგრესიულად მომმართავს ამ სიტყვებით. მოდი აქ სპეციფიკური კილოკავი არა, ტონი აქვს უფრო. მოდი აქ და წინ მაგიდაზე უდევს ეს ჩემი რედაქტორობით გამოცემული პირველი ნომერი კოალიციის გაზეთისა ქართული ოცნება. ცოტა დაბნეული ალბათ. მე მისგან მარჯვნივ ვდგები და უცეფის მეუბნება მომართავს ასე. რა არის ეს? ხვირის პრაქტიკულად. პირდაპირ მნიშვნელობით ხვირის. ლამის კი არა, ნამდვილად ხვირის. რაც მახსოვს, მე ვაუბნები მე დეგენერატი. ვეუბნები რომ რავი, გაზეთია მეთქი. გაზეთია ბატონო ბიზინა მეთქი. და ის უკიდურესად ახლოს მიახლოვდება ლამის იმ ლამის კი არა, ნამდვილად იმ დისტანციაზე, რომ ხელი უნდა კრას, მე შესაბამისად რაღაც თავდაცვით რეჟიმში დგები, ეს ფიზიკური შეხებაც ერთგვარად ხდება მისი უფრო და მე რაღაცა თავდაცვის მიზნით მოვიგერიე თუ სწორი სიტყვა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამოწერილი ბაქრო არ დაამავიწყდეს რა. არის კიდევ ერთი ინციდენტი, ვიდრე ბოლო ინციდენტამდე, ამასაც კი ამბობთ. ამ დროს დარბაზში შემოდის სოზარ სუბარი, რომელსაც მე 2012 წელია არ შემეშლება და ვიცნობ მანამდე ბარე 25 წელიწადი. ანუ 90-იანი წლების დასაწყისიდან ვიცნობ. არა, 25 არა. 17-18 წელიწადი. შემოდის სოზარ სუბარი, რომელიც დაბნეულია, ისედაც დაბნეულია სულ და ეხლა მithumდეს დაბნეულია იმ მომენტში. და ბიზინას აქვს გაშლილი ამ გაზეთის ერთ-ერთი გვერდი, რომელზეც არის დატანილი კი არა გრაბეჭდილი ინტერვიუ სოზარ სუბართან და აქ ბუნებრივი ამ ინტერვიუს ნაწილი არის სოზარის ფოტო, რომელიც კომპოზიციურად არის ამგვარი, ყველაფერს დეტალებში ხსნი. არის სოზარი, რომელიც ზის სავარძელზე, მის გვერდით არის კიდევ ერთი სავარძელი და ეგრეთ წოდებული ვენტილატორი არის ამ ფოტო კადრში. ფოტოს ავტორი არის ცნობილი ქართველი საქართველოს მოქალაქე ქართველი სომეხი კაცი იურა მეჩითოვი. დიდი ფოტოხელოვანი. სოზარს აკითხეთ მე 17-18 წელიწადია მანამდე ვიცნობ, ჩვენ მქონია ურთიერთობა, ერთადაც მუშაობდით ერთი ხანობა და ასე შემდეგ, როცა ის ჟურნალისტობდა. და უცებ ბიზინა უტრიალდება სოზარს და ეკითხება ეს მონტაჟია? ამ ფოტოზე მიუთითებს. მონტაჟია? კი არა, ეკითხება, უფრო იმგვარი ფორმა აქვს, აი, რომ ნამდვილად მონტაჟია და შენ დამიდასტურეო და ეს ლუღლუღებს. პირდაპირ მნიშვნელობით ლუღლუღებს. უკვე შემდგომ ჩვენ საერთო ახლობელს ეთქვის სოზარ სუბარი, უკვე შემდგომ დღეებში რა ვქნაო, რა მექნაო, დავიბენიო, ვერ ვუპასუხეო. მე ვცდილობ სოზარს ავუხსნა, იქვე ვუთხრა, რომ ეს არის იურას ფოტო, მეჩითოვის და იურას კი ის იცნობს, ანუ სოზარი. და ის კი უნდა ახსოვდეს, რომ სოზარს ფოტო, ეს ფოტო გადაუღო სწორედ იურა მეჩითოვმა. მაგრამ ეს ვერანაირ პონტში
ასე უნდა ვთქვა, ვერც სავანურ პონტში, ვერც კაცურ პონტში, ვერც მოქალაქეობრივ პონტში, ვერც ვერანაირ პონტში ერთ კინკილა საადვოკატო სიტყვასაც კი, ვექილის სიტყვასაც კი, დამცავ სიტყვა, მცველ სიტყვას ხო, ვერ ამოთქვამს. შესაბამისად, ბიზინა წმუნდება იმ საკუთარივე ბოდვაში, რომ ეს არის მონტაჟი, ანუ მე რატო ვქვა ჩავამონტაჟე სოზარ სუბარი აი ამ ვენტილატორთან და ეს არ სიამოვნებს, რა კარგი ფოტო არის ალბათ. თუ რა კარგ ფოტოებს იღებს. რა და ეს კი უნდა ვაღიაროთ. და დაბნეული სოზარი სადღაც იქით არ მიდის. და ბიზინა მიტრიალდება და მეუბნება ეს არის თავარი ალბათ ამ საკვანძო შეხვედრისა რომ ვისი მოგზავნილი ხარ ვისი მოგზავნილი აღიარე რომ ვანოს მოგზავნილი ხარ მერაბიშვილის ივანოზე მანამდე მაკერტის შვილის სტატია დაწერილი კრიტიკით სავსე კრიტიკული რემარკებით სავსე და უნდა არც ვიცნობ და საერთოდ მიმაჩნია რომ კატასტროფებში ჩადიოდა სააკაშვილის ხელისუფლება და მათ შორის ვანო მერაბიშვილი მაგრამ ეხლა უცებ მიდავება რომ აღიარე რომ ვანოს მოგზავნილი ხარ ჩემთანო კოალიციაში აი ჩემო თავო დეგენერატო ამის შემდგომ მე ვეუბნები ამას სხვებიც მახსენებენ ესე ეუბნებიო მაგრამ მეც ესე მახსოვს რომ უხმოდ გავდივარ ერთგვარად ან თუნდაც ესე ვიტყვი პროზუსტი რო იყო ესე ვიტყვი რომ არაფრის ახსნას არ ვაპირებ ესე გავდივარ თავის მართლებას არ ვაპირებ აღარაფერთან დაკავშირებით კი საერთოდ კომუნიკაციას არ ვაპირებ და ამ ოთახიდან რომელშიც მოვხვდი ეს კომუნიკაცია გრძელდება დაახლოებით 5-7 წუთი გავდივარ არა კარის გაჯახუნებით გავდივარ უბრალოდ რა ამ დროს დამედევნება ერთი ცნობილი პირი გვარ არ დავასახელებ არ მინდა რომ ეხლა საის დამაიც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო რომელიც სამდივნო ხوار იქ არის ტელეფონები ქალაქის ტელეფონები იღებს ყურმილს ისტერიკულად რეკავს მიქს რამდენიმე წამი შევჩერდი ან მიმოძრავა ყოველთვის ეს მესმის და ყვირის ისტერიკულად წამოიღეთ მთელი ტირაჟი და დაწვით ნუ მივხვდები რომ იქვე სანამ გამოვედი და ასე შემდეგ ან მანამდე იყო ამ თემაზე ლაპარაკი ან არ ვიცი მოკლედ ფიგურირებდა ამ ტირაჟში 100,000 ჩამოიბეჭდა და არიგეს არ ვიცი 30,000 პირობითად დარჩენილი 70,000 ეგზემპლარის დაწვის საკითხი უკვე შემდგომ იმავე დღეს და შემდგომ დღეებში მე გავარკვიე რა მოხდა ჩემს მისვლამდე იმ შეხვედრაზე რომელსაც აკითხავთ ბევრი ესწრებოდა ძალიან ბევრი კოალიციის და პარლამენტის და ხელისუფლების კოალიციის წევრები და პარლამენტის და ხელისუფლების ზოგადად მომავალი წევრები ანუ 1 ოქტომბერს არჩევნებია ეს არის 1 აგვისტო მაგალითად რა მოხდა სათაურზე მე ხო გთხოვეთ რომ დაიმახსოვრეთ ის საკვანძო სათაური მეთქი სირია ახლო აღმოსავლეთის პრობლემა და ახლა კიდევ ერთხელ დაცხედით თუ მაინც და მაინც არ ზიხართ ბიზნეს ვიდრე ჩემს მისვლამდე გადაუფურცლავს რა ეს გაზეთი და ამ გაზეთის ეს რაზვაროტი შუაგვერდიანო და წაუკითხავს რა ხმამაღლა კიდევ ერთხელ სტატია სათაური სირია ახლო აღმოსავლეთის პრობლემა რომლის ავტორიც არის უკვე შემდგომ თავდაცვის მოადგილე რომელსაც არ ვასახელებ მიტრიალებია 40 კაცია დაახლოებით დარბაზს რომელშიც ვინ არ არის ვინ არ ესწრება ამ შეხვედრას და უკითხავს ვისზე ამბობს რომ სირიაო ერთ-ერთს და დავასახელებ ვისაც უთქვამს ბატონ ივანიშვილისთვის იქვე პასუხად რომ ბატონო ბიზინა ქვეყანა სირიაზეა ლაპარაკიო რატომ გამოიტანა ეს სათაური იქ თუ აგენტი არ არისო ირაკლი დაბრიაშვილიო რატომ გამოიტანა ეგ სათაური თუ ეგ აგენტი არ არის სხვა რამე დაერქმია ესე იგი სირიას სათაურში წერს რა მე მგულისხმობს ეს არის ჭიშველი სიმართლე ხო მაგარი ამბავი არა
ვინ დამიცვა და ვინ უთხრა ბიზნა ივანიშვილს რომ რამდენადაც ვიცი რომ სირია ქვეყანა იგულისხმება და არა ჩიტი სირია სირი ხო სულხან-საბას მიხედვით ვინ და დავით უსუფაშვილმა მადლობას უხდით ხათია ბატონ დავითს ამისთვისაც კიდევ ვის დაუცვი ვარ 40 კაციდან დაახლოებით ყაჩაღი და ალიბაბა და ყაჩაღი არა ამ ამბავში არ დავით ზურაბიშვილს რომელსაც ის უთქვამს რომ შესაძლოა გაზეთი არ მოგწონდეთ ის ნომერი არ მოგწონდეთ მაგრამ გაზეთს მაინც გავსო რა მაგრამ რას მაგრამ გაზეთს მართლა გავდა იმიტომ რომ აქ გითხარით 32 გვერდია 4 გვერდიანი ბლოკებით რა არ არის რაღაც პოლგობლის სტატია უკვე შემდგომ ნომერში მაგრამ იქაც საინტერესო სტატიები რაღაც ინტერვიუები და ასე შემდეგ თან ვიზუალურადაც კარგია ერთხელ ერთმა პროპაგანდისტმა უკვე შემდგომ წავამაძახა სოციალურ ქსელში ნიუ-იორკ ტაიმს რომ აკეთებდიო აბა რა გეგონაო ცხადე ნიუ-იორკ ტაიმს ვერ ვაკეთებდი ნიუ-იორკ ტაიმსი გაცილებით მაგარი გაზეთია ვიდრე ჩემი რედაქტორობით შექმნილი ნებისმიერი გაზეთი არ ჩემი რედაქტორობით შექმნილი ნებისმიერი გაზეთი იქ სოდნა და გამოცდილება ბევრად დიდი ვიდრე ჩვენ გვაქვს კონკრეტულად ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მაგრამ ნიუ-იორკ ტაიმს ვაკეთებდიო და არა პარტიულ კოალიციურ გაზეთს ეს წავამზახა დავასახელებ რა პრობლემაა შალვა რამიშვილმა ერთ-ერთ კამათში სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილზე კი არ ვლაპარაკობ უბრალოდ ვიხსენებ ამბავს მაგრამ ყველაზე მეტად ვინც დამიცვა რამდენადაც ვიცი კი არა რაც ნამდვილად ასეა ძალიან მაგარმა კაცმა ჩემმა მეგობარმა მე ამაყი ვარ რომ მისი მეგობარი ვარ მისი მეგობარი ვიყავი ყოველთვის და მისი მეგობარი ვიქნები ყოველთვის ბუკა პეტრიაშვილი რომელმაც სხვადასხვა ახლა მუშაობა განაგრძო კი არა BMG-ში დაბრუნდა მისი პროექტი და რადიო თავისუფლებაზე ნინოსთან გელაშვილთან და მე მივესალმები ბუკას გადაწყვეტილებას, რადიო თავისუფლების გადაწყვეტილებას, BMG-ის გადაწყვეტილებას, გიორგის ისაკაძის და მოკლედ გესალმებით ცხადია. ბუკას მიერ ჩემი ვექილობა ეხებოდა ამ პირველ ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ნაირა გელაშვილთან. სხვა ეპიზოდია. ბიზნეს თურმე დაობდა ისევ ფოტოზე თურმე ძალიან კულტურულად ვიტყვი, უკიდურესად კულტურულად ვიტყვი, იმიტომ რომ კულტურულად ვიტყვი. აი დავის რაკურს ან დავის სინტაქს ხო არ გავამხელ. ვიცი, მაგრამ არ გავამხელ. კულტურული კაცი მინდა რომ ვიყო და ვარ ვცდილობ რომ ვიყო. მოკლედ დაობდა ნაირა გელაშვილის ფოტოზე, რაც ცუდი ფოტოაო. ხოლო ბუკა მისავდა და ამბობდა რომ ფოტო ადეკვატური და კარგია. და ეს შეკამათება ბუკასა და მიხსენებთ ხოლმე ხანდახან მე და ბუკასა ტელეფონურ საუბარში და არა მხოლოდ იმ ამბავს. ეს შეკამათება ბუკასა და ბიზნეს შორის თურმე შედგა გაგრძელდა რაღაც გარკვეული რამდენიმე წუთი. ბუკასაც უთქვამს რომ გაზეთი შეიძლება არ მოგწონდეთო, მაგრამ გაზეთი მაინც არის. ის ნომერი მე არ მაქვს არც სხვათა შორის ელექტრონული ვერსია შერჩენილი. სამწუხაროდ ვეძებებ იმეილზე მაქვს მეთქი, მაგრამ იქაც არ მაქვს PDF ფაილები ეგრეთ წოდებული. მოკლედ არ მაქვს სამწუხაროდ. თუ ვინმეც გაქვთ, გემუდარებით გამომიგზავნეთ. იმ დაუწველი ეგზემპლარებიდან. მე უნდა მესაუბრა უკრაინის პრობლემაზე, გმირ პრეზიდენტ ზელენსკიზე, მე უნდა მესაუბრა საუდის არაბეთში რომ შეხვედრა გაიმართება თუ იმართება იმაზე, საფრანგეთში რომ გაიმართა შეხვედრა იმაზე, რას ამბობს ტრამპი, რას გულისხმობს სავარაუდოდ, როგორ იქნება უკრაინის ბედი. მე დავარღვიე, გავასწოროთ კამერა, 13 წლიანი დუმილი, საჯარო დუმილს გულისხმობ, საჯაროდ დუმილს გულისხმობ და გიამბეთ ჩემი 3 შეხვედრის თაობაზე ბიზნა ივანიშვილთან.
რომელსაც ვამთავრებ ამ ჩემს ვიდეო ბლოგს ვამთავრებ ასე არ გილოცავ მე შენ ბიზინა ივანიშვილო დაბადების დღეს აქვე გეტყვი რომ მე პერსონალური ვენდეტა შენს მიმართ არ მაქვს მიუხედავად იმისა რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით ნერვიულობის ფონზე სწორედ იმ ხანად იმ პერიოდში პერიოდს ემთხვევა ყოველ შემთხვევაში ამემართა ჩაქრიანი დიაბეტი უკვე ოფისიდან რო გამოვედი და ეს ინციდენტი რომ მაგრამ ეს მართლა მეხუთე ხარისხოვანია შესაძლოა არც ხარ ამაში ბრალეული და რომც იყო რა შემთხვევაა რა ადამიანებს ეს ინციდენტები ერთმანეთთან მოძდით ამგვარი ან სხვაგვარი ინციდენტები ამიტომ ეს არ არის ჩემი პერსონალური ვენდეტა არაფერი არ მომძრავებს უშუალოდ თქვენს მიმართ როგორც პერსონის მიმართ მაგრამ როგორც საჯარო პირის და როგორც პოლიტიკოსის მიმართ რასაკვირველია მომძრავებს თუ გნებავთ ვენდეტა და არ ქვით თუ გნებავთ შიშველის სიმართლეების მოხლის სურვილი არც ერთია სწორი და არც მეორე მე მაქვს მომძრავებს უფრო თქვენი დამარცხების სურვილი არა ჩემს არამედ ჩვენს მიერ რატომ იმიტომ რომ ეს ეპილოგი ასე მთავრდება იმიტომ რომ თქვენ დაანგრიეთ ანგრევთ და უკვე მნიშვნელოვან წილად დაანგრიეთ ჩემი ქვეყანა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს და სოდნოდა ალბათ მანამდეც მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაგვარი რანაირი კაცი ხართ თქვენ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს არა საჯარო ინტერესი არა სახელმწიფო ინტერესის ამბები ჩემი და თქვენი ურთიერთობა რა სახელმწიფო ინტერესია მაგრამ საჯარო ინტერესი კი შესაძლოა წარმოადგენს იმიტომ რომ თქვენი ფსიქოპორტრეტი ერთგვარად მაინც ჩანს ან ივსება ამგვარი დეტალების ამგვარი ეპიზოდების ამგვარი ამბების გახსენებით დიახ მე მომძრავებს ქართულ საზოგადოებასთან ერთად თქვენი რეჟიმის დამარცხების სურვილი და ჩვენ რასაკვირველია ამას მივახცევთ ნახვამდის